საღამოშვიდობის და ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე გადაცემით პოლიტიკის საათი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია პოლიტიკის დოქტორი და პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე. ბატონ სოსოსთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ასევე ჩვენ შევეხებით რა ხდება დღეს საქართველოში, რა მიზნები აქვს დღეს, ესე ვთქვათ, ბრიუსელის ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ამ სტუდიიდან არაერთხელ ყოფილა ამ ბატონი სოსოს მხრიდან და მისი კოლეგების მხრიდან საუბარი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდებოდა ისე, როგორც ეს თავიდანვე ჩანაფიქრი იყო და გადაწყვეტილება როგორც ჩანს მიღებულია უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შესახებ და ეს გადაწყვეტილება ცნობილ შეხვედრაზე ალიასკაზე იყო მიღებული. მოგესალმებით ბატონო სოსო, მადლობას გიხდით სტუდიაში მოგზაურობისათვის. ბატონო სოსო, საუბარი დავიწყოთ საქართველოს საკითხებით, მოგეხსენებათ, რომ ხვალ უნდა გამართულიყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირთან დიალოგი, საქართველოს ევროკავშირის დიალოგი, მაგრამ ისევ ევროკავშირის გადაწყვეტილებით ეს დიალოგი გადაიდო. მიზეზად არაოფიციალურად სახელდება დელეგაციის წევრი, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დარახველიძე, რომელსაც მოგეხსენებათ, რომ ბალტიის ქვეყნების და დიდი ბრიტანეთში აქვს სავიზო შეზღუდვები, ასევე და მას ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დაცვის დარღვევაში. არ ვიცი, ეს თქვენ უნდა შეაფასოთ, რამდენად დაარღვია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებები, რაში გამოიხატება ერთს და მათ შორის არის დელეგაციის წევრი ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც ასევე არის სანქცირებული. როგორ ფიქრობთ ბატონ სოსო, რეალურად რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ხვალ გადაიდო ეს შეხვედრა, ეს დიალოგი და რატომ ამბობს ევრობიუროკრატია უარს კონსტრუქციულ დიალოგზე ხელისუფლებასთან? მიზანი რა და რატომ ცდილობენ სულ მუდმივად ცალმხრივად აკეთონ პოლიტიკური განცხადებები? კი ბატონო, ეს გასაგებია კონტექსტი ხო ყველასთვის გასაგებია, მე მგონი ახლა გარდა განსაკუთრებულად ესე ვთქვათ ცოტა არ იყოს და ფსიქოლოგიურად არამდგრადი ადამიანებისა და აგენტურისა ყველას ესმის რას აკეთებს ევროკავშირი და მისი ბიუროკრატია საქართველოს მიმართ და რა მიზნით აკეთებს და რა არის მიზეზები, ხო? ეხლა ამისთვის მოკლედ განვიხილოთ რა ხდება დაუშვათ როგორი ის მიმდინარეობს ევროპაში. ევროპაში მიმდინარეობს პირდაპირ საომარი მზადება. ხო? ახლა პისტორიუსმა გერმანიის გერმანიის შინაგან საქმეთა სამხედრო მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა უბრალოდ განაცხადა, რომ შეიძლება ომი ისეთი შორეული პერსპექტივაც არ არის ადრე 29 წელს ვიზახდით, რომ შეიძლება მზად უნდა ვიყოთ იმის, რომ მომავალ წელს იყოს ომი, ერთ წელიწადში იყოს ომი. ახლა პისტორიუსი განსაკუთრებული ის არის, რა ქვია, ქორი, ასე ვთქვათ, ის 7-ჯერ იყო მაგალითად ლიტვაში, სადაც მისი ხელმძღვანელობით განთავსებულია გერმანული ბრიგადები, უბრალოდ 5000 ჯარისკაცია განთავსებული შეიარაღებით. ამის გარდა მერცი ღიად გამოდის და ამბობს, რომ ის ომები, ის წესრიგი, რომელიც დამყარებულია გერმანული სირცხვილზე, ესე ვთქვათ, რაც გამოიხატება ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლით და შემდგომი დამარცხებით, ეს სირცხვილზე აგებული წესრიგი ევროპაში ჩვენ აღარ უნდა შევეგუოთ და დავამყაროთ ახალი წესრიგი. ეს მერცია. შესაბამისად ახლა აგერ სი ძინპინის ნათქვამის გავიხსენოთ, რომელმაც თქვა, რომ მთავარი საფრთხე მშვიდობისთვის ევროპაში არის გერმანია, რომელსაც აქვს ინდუსტრია, რომელთაც მას შეუძლია დაუშვათ, რომელიც შეიძლება გადავიდეს სამხედრო რელსებზე. ახლა სხვა საკითხია, რომ გერმანული, ესე ვთქვათ, ბიურგერის განწყობა სულ სხვა არის, მაგრამ პროპაგანდას დიდი ძალა აქვს ზოგადად და უცბად შეიძლება ადამიანები გარდაქმნა და მოაჩვენო ან რეალური საფრთხე იმდენად გაზარდო, რის მაგალითებსაც აგერ ჩვენ სინამდვილეში უხვად ხედავთ აგერ და შიზოფრენიას. ესე იგი, რომ მოაჩვენო მათ, რომ აი უკვე სხვა გამოსავალი გარდა დაუშვათ იმისა, რომ იქ ბარბაროსა განახორციელონ ახალი არ არსებობს. ადამიანებს აი ესე ხო შეგიძლია ჩვენ გვახსოვს ხო მაგალითად ჩვენი უახლესი ისტორია, ხო, რამდენ იმაში ვიყავით, რამდენი რამე გვეჩვენებოდა, რომ აი ახლა აი ესე ვიღუპებით, ხო გვახსოვს 99 წელს მაგალითად, როდესაც საქართველოს ეკონომიკა იყო შეუდარებლად დიდი, ვიდრე დღეს არის, საერთოდ შედარებად შეუძლებელია, იყო ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა, ინდუსტრიები იყო, რა ვიცი,
პროექტები იყო და უეცრად ყველაზე მრავალრიცხოვანი ვიყავით ალბათ ჩვენი ისტორიის მანძილზე 5 მილიონი ნახევრიანი ქვეყანა იყო, ხო? და ამ დროს ყველას გაუჩინეს, ესე ვთქვათ, მიზანმიმართული პროპაგანდით, რომელიც ერთად გარდან იმართებოდა, ჩვენ მაშინ წარმოდგენა არ ქონდა რა ტექნოლოგიები გამოიყენება, რომ საქართველოს იღუპებოდა. და უყავდნენ მას და აუცილებელი იყო ასევე დაუშვათ ეთნიკური რაღაც შეიქმნა მტრისხატი. ხო გვახსოვს ეს ყველა? და მე ეს განწყობებიც გვახსოვს და ეს დესტრუქციაც რაც მოყვა და ძლივს ესე იგი რაღაც გადავრჩით მეტნაკლებად, განსაკუთრებით აი ამ ესე იგი ფლუქტუაცია, ამ კრიზისს, ხო? და დღესაც ვერ გამოვსულვართ იმ მდგომარეობით. იგივე ახლა გერმანია შეიძლება მოაჩვენოს, რომ აუცილებელია ახლა ომი. ხომ როგორც ახლა ჰიტლერმა დრანგნახოსტენი გამოაცხადა და მე ესე იგი ბერლინში ჩაარჩვეს დროშა იმას იგოროვმა და კანთარიამ, ხომ და მე აღმოაჩინეს რომ ეს ომი საერთოდ რისთვის იყო. რა მოხდა, ვინ გაიძულა მე ხო ამის რეალიზაციის ხო მოხდა გააზრება მეტნაკლებად, ხომ? მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა ხალხის უმრავლესობაში, რომელიც კვლავ ექვემდებარება პროპაგანდას. ეს ცნობისთვის. ახლა ეს რატომ გამახსენდა? გამახსენდა ევროკავშირის აი ამ საომარ რიტორიკაზე. განსაკუთრებით ეს არის გერმანიაში და პოლონეთში. ოღონდ პოლონეთში ახლა ნავროცკი რო აირჩიეს განსხვავებული პრეზიდენტის ახლა ის არ არის ახლა ნაკლები სიტყვაზე ანტირუსული განწყობებით გამორჩეული, მაგრამ მას ახსოვს ასევე უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობები, ხო? ზოგადად უკრაინელებს ისინი რუსებად განიხილავენ, ახლა პოლონელებთან თუ ქონია ვითარება, ჩვენთვის რუსეთი ეგ იყო. და იმიტომ რომ ის მართლმადიდებლური იყო, ეს კათოლიკური იყო და საერთოდ პოლონურ-უკრაინული ურთიერთობების ისტორიას რო ნახავ, ნუ ეს საოცარი პერიპეტიებია იქ, აი ეს აღმოსავლეთ ევროპის ისტორია თავისი დაუშვათ შვედეთით, თურქეთის იმპერიით, ანუ და ინტერესანტები რეჩპოსპოლიტა, რუსეთის მოსკოვის და მე რუსეთის სახელმწიფო, პრუსია და ასე შემდეგ ძალიან რთული ის იყო რა ქვია კონფიგურაცია და ამას მოყვა ის რომ პოლონეთი სამჯერ იქნა გაყოფილი. ხო? სამჯერ იქნა გაყოფილი და რომ არა დაუშვათ საბჭოთა კავშირი იგივე იოსებ სტალინის ნება, რომელმაც გერმანიასაც წაართვა ტერიტორიები, ესე იგი პოლონეთის სასარგებლოდ, ხო? იგივე დანსკი ახლა მაგალითად. და ასე შემდეგ კიდე სხვა ოლქებიც, ნუ პოლონეთის სხვა მასში იქნებოდა კონფიგურაციაში, ხო? ჯერ ბოლშევიკების ის იყო ეს რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ, იმიტომ რომ პოლონეთი მოგვიხსენებათ შედიოდა რუსეთის იმპერიაში. ცნობისთვის ის ფინეთიც. შემდეგ დაინგრა რუსეთის ეს იმპერია, პოლონეთი გადაიქცა რუსეთის მიმართ, ანუ ანტირუსულ იმად გადაიქცა სახელმწიფოდ. ის კი არა პოლონეთის მიაჩნდა, იმიტომ რომ გერმანია იყო ძალიან დასუსტებული, პოლონეთი ამ შემთხვევაში განიხილავდა თავს გერმანიაზე ძლიერად, სხვათა შორის. რომ რეალურად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია იყო აბსოლუტურად დეგრადირებული, ხო? და იქ უშუალოდ გარკვეული ძალების, მათ შორის ბრიტანელების მიერ დაფინანსება მოხდა იმის, რო ქვია, იგივე გერმანული ინდუსტრიის აღორძინების, მაგრამ ამავე დროს გერმანელები როგორც უაღრესად შრომის მოყარე და უაღრესად ესე ვთქვათ ცოდნე ხალხი, ნუ უცბად გააკეთეს ეს და გერინგის 4 წლედი იყო სხვათა შორის ეს რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში ნაცისტები. გერინგის 4 წლებს უწოდებენ, წარმოუდგენლად სწრაფად მოხდა გერმანიის რეგენერაცია, როგორც ინდუსტრიული სახელმწიფოს. აი ეს ორი სახელმწიფო, საბჭოთა კავშირი და გერმანია, ერთმანეთს ეჯიბრებოდა ინდუსტრიული ტემპების მითი, რა ქვია, რეინდუსტრიალიზაციის ტემპები. ახლა ანალოგიურ ამას ვხედავ ჩვენ დაბუსტულია ეს გლობალისტების მიერ აი ეს გერმანიის აი ეს წინასაომარი მზადება, დაიბუსტება, ევროპის ბანკი ამ შემთხვევაში აძლევს 800 მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი სწორედ იმისთვის რომ დაუშვათ სესხის თამასას იწევა, ანუ ესე იგი აქამდე თუ ეს არ იყო ახლა დაახლოებით ისე იმოქმედებენ როგორც იმოქმედებს დაუშვათ იგივე ფედერალური რეზერვი, მიცემენ სესხებს იმისთვის სამხედრო მრეწველობის განსავითარებლად. და შესაბამისად აი ეს ეჩვენება გერმანულ ელიტას, რომელიც ახლა თაგონებულია, ასე ვთქვათ, ანგლოსაქსების გარკვეული იმის მიერ, ახლა მოიხსენებათ წრეების მიერ, მოიხსენებათ BlackRock-ში დიდი ხნის განმავლობაში იყო გენერალური მენეჯერი პატრიციული მერცი
ჰოისაოცრება და შესაბამისად გერმანიის ეკონომიკის დაბუსტვას აპირებენ სწორედ სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით. და ესე ეჩვენება ბევრს გერმანულ ელიტაში, ვინც არის იქ ესე გერმანული ელიტა, რომ ეს არის გამოსავალი. ახლა იქ რა თქმა უნდა არის ძალიან სერიოზული ოპონირება. ახლა ყველაზე პოპულარული პარტია AfD არის გერმანიაში მოგეხსენებათ, რომელიც აკრძალვას სერიოზულად განიხილავენ. აკრძალავენ ბატონ სოსო, ეს აქტუალური თემაა. რა შეუშლით? ხო, ახლა რა მგონია რომ იქ ვინმე წინააღმდეგობა გაუწიოს ამ სისტემას. ძალიან რთულია, თუმცა ევროპაში ეს ძალიან სერიოზული ის მიმდინარეობს წინააღმდეგობები ამასთან დაკავშირებით. და ახლა რატომ მოუყევი ეს ყველაფერი მოკლედ? იმიტომ მოუყევი რომ საქართველოს ამ შემთხვევაში განიხილება როგორც ამ მომავალი ომის ერთ-ერთი კომპონენტი, მისი ტერიტორია. ჯერ მანამდე განიხილებოდა, ახლა რაც მიმდინარეობდა და ახლა როდესაც გამოიკვეთა უკრაინაში კონკრეტული შედეგი, რაზე ჩვენ არ ეს გვისაუბრია და მე ვთქვი რომ ზამთრის პირს მოხდება ეს ბიფურკაციის წერტილი. სხვათა შორის თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში ისიც აღნიშნეთ, რომ ალიასკაზე იყო შეთანხმება მიღწეული და ეს იყო უკრაინის გარეშე შეთანხმება მიღწეული და ამის შედეგებს ეს შეთანხმება იყო მიღწეული, მაგრამ შეთანხმებას როცა აღწევენ, ამას ჭირდება პოლიტიკური უზრუნველყოფა. პოლიტიკური უზრუნველყოფას ვერ აკეთებდნენ, შესაბამისად დაიძაბა კიდევ უფრო სიტუაცია. მე სულ ვამბობდი, ტრამპი ამ შემთხვევაში განიხილავს, გლობალურ, ესე იგი, ინტერსექტორალური ისინია იქ, ეს ორი უზარმაზარი ქვეყანა რო ლაპარაკობს. იქ ძალიან ბევრი ისეთი ინტერესებია, მათ შორის ისეთი, რომელზეც წარმოდგენა არ აქვს ფართო საზოგადოებას, რომ იმის შეთანხმება ძალიან რთულია და შეთანხმება რთულია შიდა ელიტებთან ერთსა და მეორე ქვეყანაში. განსაკუთრებით შტატებში, ხო, სადაც ისეთი ისინი რა ქვია, ელიტებია იქა, რომელთანაც თითოეულთან შეთანხმებაა, საჭირო რომ არ აგიფეთქდეს სიტუაცია, ხო? ახლა ჩვენთან აგერ რასაც ვხედავთ მაგალითად, ხო, ახლა წარმოვიდგინოთ იქ რა არის, ხო და შესაბამისად ტრამპსაც და პუტინსაც ჭირდებოდა მანევრირება შიდა საკითხების მოსაგვარებლად. და ეს აისახებოდა იმაზე, ვალდებულებას კი არ იღებენ ერთმანეთის წინაშე, არამედ გარკვეულ განზრახულობათა დგება ზეპირი, რომელიც არ გამოიხა, შეიძლება სადღაც პროტოკოლირდება ეს, რომ დაუშვათ მეხსიერებაზე არ იყოს დამოკიდებული მარტო, მაგრამ ოფიციალურად ეს არ ხდება. განცხადება დაუშვათ და ვერც ვერავინ ვერ გაიგებს განაცხადონ სინამდვილეში რა ხდება იქ. იმდენად ისეთი რთული მატერია ეს მოლაპარაკებები და მოიცავს უამრავ ისეთ რაღაცას, რომელიც ელემენტარულად მორალურად მეუღებელი იქნებოდა დაუშვათ ადამიანებისთვის და გამოიწვევდა სკანდალებს. ისეთ სკანდალებით არის გამოსავსე ყველაფერი, ხო? შესაბამისად, ეხლა ჩემი აზრით ამ არაოფიციალური მოლაპარაკებების პოლიტიკური უზრუნველყოფის საკითხები იდგა. და ამან გამოჟონა სხვათა შორის რაც იყო და გარდა ამისა ეს დამოკიდებული იყო რა ვითარება იქნებოდა ბრძოლის ველზე. და როგორი იქნებოდა შიდა პოლიტიკური ესე იგი მდგომარეობა უკრაინაში. რუსეთშიც რა თქმა უნდა, ამერიკაშიც რა თქმა უნდა. შიდა პოლიტიკა და გარე პოლიტიკა ერთმანეთზე არის გადაბმული ძალიან მჭიდროდ. მარტივია რა, როცა ჩვენს არასტაბილური რობა გააქვს შენ პოლიტიკური და საერთაშორისო სკანდალებში ხარ გახვეული, შენი მომლაპარაკებლის როლი და პოზიცია, ხო, იმ ხელისუფალის და იმ ხელისუფლების სისტემის სუსტება ავტომატურად, რომ ძალას რა აძლევს ამა თუ იმ მომლაპარაკებელს მის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და მის მიმართ ხარდაჭერა. ეს არც ერთი არა აქვს. ხო, რა თქმა უნდა, დღეს ახლა ეს ერთი მხრივ ეს არის და იქ არის ძალიან მძიმე განწყობები ახლა იმ ოქროს უნიტაზები რო ნახეს. ოქროს უნიტაზი არის შავი, ისა რა ქვია, ნიშანი. აი მაშინ რო არის შავი ის არის, აი როცა აჩვენებენ ოქროს უნიტაზს, ეს იცოდეთ რომ განზრახო უკვე ესე იგი გადაწყვეტილება მიღებული ამ რეჟიმის ცვლილების შესახებ და ამ ის ფაქტი გავიხსენოთ რომ კი ბატონო, სულ მაგას აჩვენებს იანუკოვიჩიც იგივე აჩვენებს. რატომღაც მაინცა და მაინც ესე იგი ვანა სააბაზანო ოთახში შედიან პირდაპირ ესე იგი აი პროპაგანდის ყველაზე ეთყობა ყველაზე კარგად მუშაობს ეს ოქროს უნიტაზის თემა. ხო,
ახლა ჩვენთან მიმართება ახლა დაუშვათ იქ უკრაინაში ყოველ მდგომარეობა შეიქმნა, ხომ? ეს ჩვენთან მიმართებით ახლა როგორ არის ეს გადაბმული? ანუ აი ამ ძალებს ვერ შეეგუებიან ესენი უკრაინაში დაუშვათ დამარცხებას. აი ეს ელიტები დაუშვათ. ხო, იმიტომ რომ უკრაინას აქვს ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. ეს ნიშნავს ძალიან დიდ იმას, რა ქვია, ჯერ პოლიტიკური მარცხს ნიშნავს, იმიტომ რომ ამდენი წელია ახლა დაუშვათ ჩვენ იძახდი რომ ეს არის ჩერჩილი, ეს არის ესე იგი თავისუფალი სამყაროს გადამრჩენი, უკრაინელები ბრძვიან ჩვენთვის, ჩვენ კიდევ გვერდში უნდა დაუდგეთ უკრაინას და უეცრად ესე იგი 28 პუნქტიანი გეგმა შემოდის იმაში ასპარეზზე, სადაც აბსოლუტურად ის პირობებია, რაც რიაბკოვის ულტიმატუმშია და უბედურება ის არის კიდევ მათთვის, რომ ეს პირობები თუ იქნა არაფერი აღარ შეუშლის მერე ხელს დაუშვათ რუსეთს, რომ ბოლომდე შეასრულოს ეს რიაბკოვის გაცილებით ხისტია ეს პირობები, ვიდრე სტამბოლის შეთანხმება. რა თქმა უნდა, გაცილებით ეს გამარჯვებულის კაპიტულაცია. ახლა ამას ხო არავინ არ ეგუება და ემზადებიან როგორც ბრძანა პატრიცემულმა პისტორიუსმა და მერცმა და კიდე სხვებმა ეს რომ ჩვენ უნდა ვემზადოთ ომისათვის ანუ ისინი ომისთვის ემზადებიან ამას პირდაპირ ამბობენ ახლა ზოგიერთი ჩვენი განსხვავებები იმის ამბობენ რომ ომისთვის ვემზადებთ ამას კი არა ამბობენ უზარმაზარი ფინანსები იხარჯება ამაში ხო ანუ რეინდუსტრიალიზაცია რემილიტარიზაცია უბრალოდ რეინდუსტრიალიზაცია კი არა და ამას ხედავენ გამოსავალს ხო და საქართველოს ამ შემთხვევაში სად არის ახლა? რანაირად არის ამ კავშირში? რა თქმა უნდა, კავშირშია. ისინი განიხილავენ საქართველოს როგორც რუსეთის ესეთი რბილი ჩრდილო კავკასიის დესტაბილიზაციის ერთ-ერთ იმას, რა ქვია, ინსტრუმენტს. რაზეც საქართველოს მოარი თქვა, ამიტომ მას დაარქვეს პრორუსული და უშუალოდ პროპუტინური და საერთოდ რა ვიცი რა დაარქვეს. და ჩართეს ყველანაირი ინსტრუმენტი, აბსოლუტურად ყველანაირი ინსტრუმენტი, რომ მოახდინოს საქართველოს ხელისუფლების დესტაბილიზაცია, მისი დემონიზაცია, დეზორგანიზაცია და საბოლოო ჯამში მოახდინონ ხელისუფლების ცვლა არაკონსტიტუციური გზით. ეს გეგმა ისევ მუშაობს. რა თქმა უნდა, რას ქვია, მუშაობს კი არა, ახალ ეტაპზე გადავიდა. ახლა მუშაობს თუ მუშაობს. ამას უკავშირდება ეს ჩაშლილი შეხვედრები და მათ შორის პირდაპირ ამას უკავშირდება. ქალბატონი მარტა აკოსის განცხადება, რომ ჩვენ ვეძებთ გზებს, როგორ დავაფინანსოთ არასამთავრობო სექტორს, საზოგადოებრივი მოძრაობები საქართველოში გვიგრძელავს ხელისუფლება, მაგრამ აუცილებლად ეს გაკეთდება, ასეთი არის მისი შეფასება. საზოგადოებრივი მოძრაობები საქართველოს ჩვენ ვიცით. მათი დაფინანსებული ესე აკაცუკური მოძრაობები ვიცით, მაგრამ ახლა რაც არ ვიცით, კიდე ვის აფინანსებენ, ვის დაფინანსებას აკეთებენ კიდე და ამასაც მალე გავიგებთ ხოთა შორის. ესე ძალიან მალე გაირკვევა. საერთო არის ეს დაფინანსების გაზდები და რა თქმა უნდა, ვის განიხილავენ? არა მხოლოდ ამ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე. რა თქმა უნდა, კაცო, რაზეა ლაპარაკი? ახლა ბავშვები ხო არა ვარ ჩვენ. ბავშვები არა ვარ და კარგად გვესმის როგორ დაინგრა საქართველოს, ხო? საქართველოს როგორ დაანგრიეს, რაც შეძლეს რა მაშინ, ხო? როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, მთელი საბჭოთა კავშირს რო ანგრევდნენ, ძალიან მარტივი ტექნოლოგია იქნა გამოყენებული, ეს არის ურაპატრიოტიზმი. და ეთნიკურ-რელიგიური შუღლის გაღვივება. ამის მეშვეობით. ხო, ეთნიკურ-რელიგიური შუღლის გაღვივება. ასევე ძალიან მარტივია აი ამ ფსიქოლოგიური ომის სინამდვილეში ვინც იცის თემა, ფსიქოლოგიური ომის ინსტრუმენტები. ფსიქოლოგიური ომის ინსტრუმენტებია უამრავი, რა ვიცი, რამდენი შეიქმნა, ასობით მგონი შეიქმნა, სააგენტოს და გვერდების შექმნა, სადაც ესე გაღვივებენ ამ იმას, რა ქვია, სუპრემატიზმს, ანუ, როგორი ის არის ახლა ინსტრუმენტი, რომ აი შენ გეუბნებიან, რომ შენ ხარ ყველაზე ძველი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძლიერი, საერთოდ ჩვენა ვართ და დანარჩენები უბრალოდ არიან, ესე იგი, ეპიგონები. ხომ? ნუ ახლა ადამიანი რომელსაც აქვს ეს, როგორც გერმანელებს უთხოვთ, თქვენ ხართ სუფთა სისხლის არიელები და დანარჩენები არიან უნტერმენშები, ესე ვიბერმენშ და უნტერმენშ. და ეს უნტერმენშები ახლა ვენცე ფერმერტე ნიდერასენა ეს რო ქადაგებდნენ რომ ეს ტილებივით გამრავდნენ ესენიო, ღიბებივითო და უნდა დავხოცოთო ჩვენო ესენიო მოკლედ ანიჰილაცია გაუკეთოთო ფერნიხტუნგიო და ახლა ფერნიხტუნგის და დაძრეს ეს ამდენი ხალხი და ამას ხო აყვა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ადამიანს რომ ეს ადამიანის იმაზე მოქმედებს შენ რო გეუბნებიან რომ აი შენ ხარ ჩვენ უბრალოდ კოლექტიური ეგოს გაუღვივებ
და მე ის ადამიანი მოყვება იმისავით, აი, რა ქვია, ცხვარივით სასაკლაოზე. ამიტომ ახლა ეს რა თქმა უნდა კარგად იციან, ქალბატონი ბლეიზი, ესე იგი მეტრეველი, არაჩვეულებრივი ის არის, ჭკვიანი გოგოა ძალიან მართალი რო გითხრათ და ეს კარგად ესე იგი დაამუშავეს იქა და თან ჩვენი ის და გვერდებს დააკვირდით რაღაც ახალი ისტორიას წერენ, ახალი სტატისტიკური სამართლებები გაჩნდა ინდივიდუალური ესე იგი კიდე მოუკიდებელი სტრუქტურებს ქმნიან და ხო ინდივიდუალურს კი ბატონო ხო ანუ ეს რა არის ახლა ეს არის სახელმწიფო უწყებებისადმი სრული უნდობლობის გამომუშავება და საბოლოო ჯამში ეს რას გამოიწვევს რომ ესე იგი გამოიწვევს იმას რომ ამ იმითი რა ქვია სუპრემატიზმის ქადაგებით ისინი ვინც ამ სუპრემატიზმში არ არიან მოქცეული ისინი რას იზამენ ახლა წარმოიდგინე შენ რო ამბობ რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი ვინც არ არის ეს მე ის რა აჭუაზე დგას ხო ასეთ შემთხვევაში თალკე იმათ უნდა შეუფითილონ ხედავ ესენი როგორ თალკე ამათ რომ ხედავ ის რა იმან რა თქვა და მე იწובה ჯაჭვური რეაქციას რაც მოყვება მე აფეთქებას რა მოყვება აფეთქებას მოყვება ის მიზრის მიღწევა რომ დაუშვათ ამ ქაოსში მე თევზი დაიჭირონ და ყურია წყალში ეს მარტივია ხო მაგრამ როგორ ახორციელებენ ამას და რა აგენტურის მეშვეობით ახორციელებენ და რამდენად მოწყვლადია ჩვენი ხალხი ამის მიმართ ეს ცალკე საკითხია აი მაგალითად ალარმიზმი აი რა არის ალარმიზმი საგანგაშო განწყობების შექმნა განგაში აი ზარების რეკვა ხო ზარების რეკვა ეს რას ქმნის ეს ქმნის იმას რომ ადამიანები საერთოდ ნუ არიან იმაში აღზნებულები და ეძებენ ტრებს ესე იგი ამ დროს ჩდებიან ადამიანები რომლებსაც აი ესე всё время стараются спасти чью-то невестку ხო ის ჭიაში რო არის რა ქვია ვიღაცის შურიკა რო იმას იმაშება კავკასიელ ტყვექალში ხო კავკასკები ხო კავკასიელ ტყვექალში რო ეს შურიკას რო იმაშვებიან რომ აგზნებულიაო და ცდილობს რომ ვიღაცის საწოლე გადაარჩინოს ესე იგი ასეთი ადამიანები ჩდებიან ბევრი და რაღაც სიგიჟეებს ლაპარაკობენ და ყველაზე ჩემთვის ტრაგედია რა არის ტრაგედია არის ის რომ ამაზე არის აყოლილი ძალიან ბევრი ადამიანი და ეს ძალიან ცუდი რამეა იმიტომ რომ ნიშნავს რომ ზღვარი ლოგიკური აზროვნების ძალიან დაბლა თამასა ძალიან დაბლა დაიწედა ინფორმაციულ ეპოქაში ადამიანებს არ შეუძლიათ ესე იგი დააჭირონ ორ იმას რა ქვია ხელი რილაქს და მოიძიონ ინფორმაცია მაგალითად. აი მაგალითად ახლა ბატონი დემურგი ორხელიძე ესე იგი ამბობს რომ 1.200.000 ყოფილვარ თუ. საერთოდ როგორ ითვლის ამას? მე არ მიყვარს ხოლმე. ინდივიდუალური დათვლებია. რა დათვლებია? საერთოდ რა განცხადებებსაც აკეთებს ბატონი? არა, გავანებოთ სხვას კაცობა. ელემენტარულ გუშინ გამოაქვეყნა ისა 1.200.000 ყოფილვარ თურმე ჩვენ ქართველები და სტატისტიკის ეროვნულმა სამმართველომ ესე იგი ეს გამოაცხადაო. მაგრამ 3 საათში აიღესო და აიო მე ხო ამბობდი მე 1.400.000 მეგონაო ახლა აქ რა ნიუანსებია მოდი პირდაპირ განვიხილოთ იმიტომ რომ მოჩლეკვის იმის მე მირეკავენ ერთი 100 კაცმა დამირეკა და დავიღუპეთო ახლა მე ვთხარი კაცო ჯო არსებობს რეალური პრობლემები ხო არსებობს აუჩ ადამიანს უცა გრიპი ექიმთან მივა და ეტყვის ის რომ კიბო გაქვს მეოთხე სტადიისო ის ექიმი რა ვინ არის მოყვარია ის პაციენტი ის არა რა თქმა უნდა ხო აი ეგრევე სიტუაცია ხა ჩვენ დაუშვათ კარგი დემოგრაფიული მდგომარეობა არა გვაქვს იმიტომ შობადობა კლებულობს ხო ასე და მიგრაცია კი ბატონო გავიგე მაგრამ შენ როცა ამბობ ვის სასარგებლო რა 1.200.000 საიდან 1.200.000 ჯერ ერთი საქსტატს არენდობიან ვიყავი საქსტატში გუშინ სპეციალურად მივედი ნუ აბსოლუტურად ეს იმდენად ისეთი ტყუილიც არ არის ეს არაფერი აღარ ქვია ამას უბრალოდ და ამას რაღაცა სხვა ქვია და კი ბატონო რა 1.200.000 2 მილიონი რამდენი მანქანადადის მაგდენი თბილისში კაცო ხო ეს ხო ელემენტარულია მანქანადადის მადა ჩაიხედონ იმაში chat GPT-ს ნახეთ და 1.200.000-ზე მეტი მანქანადადის რა თქმა უნდა საქართველოში კაცო რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა არა ამაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია საერთოდ ხო
საერთოდ ამაზე ლაპარაკი ძალიან მეტია, უბედურება რა. მაგრამ ასე რომელი უსაფრთხოების საკითხია ბატონო. რა თქმა უნდა და მიხედონ კაცო რატო ავრცელებს ეს ადამიანი ასეთ ალარმისტულ განცხადებებს. ჯერ ამას რომ ამბობ, ესე იგი შენ უნდა თან ქართველს ამბობს, ქართველი. ანუ რაზე იმაშვება რომ ესე ქართველი და არა ქართველი საქართველოს მოქალაქეები ჩვენ უნდა გავყოთ. ახლა შენ როცა ყოფ და ეუბნები იმას არა ქართულ მოსახლეობას რომ შეიძლება მე ქართველი ვარ ცოტა და შენ ბევრი ხარ რაც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას ის რას ფიქრობს რომ ესე იგი მე არასასურველი ადამიანი ვარ აქ ანუ მე მოქალაქე რო ვარ ამიტომ მე მეორე ხარისხოვანი ვარ ის ხო ამას ფიქრობს თქვენ არ ფიქრობთ რომ ანალოგიური რამ იყო ბატონ სოსო აფხაზეთში ასე არ იყო რა თქმა უნდა კაცო დაახლოებით ზუსტად იხარ რასაც თქვენ ხსნით ზუსტად ასეთი განწყობა იყო აფხაზებთან მიმართებაში თქვენ ძალიან ბევრი ხართ აქ ჩვენს ტერიტორიაზე რა თქმა უნდა ფაშიზმი კლასიკური ფაშიზმი მივიღეთ რომელიც გააღვივეს სხვათაშორის და მივიღეთ ეს სისხლისღვრა ეხლა ჯერ ერთი ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ იმისთვის რომ ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ერთიან კულტურულ საგანმანათლებლო პოლიტიკურ სივრცეში ეს არის ერთადერთი საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ეხლა ვისაც სხვა გზა გონია რომ არსებობს ხომ ну, არ ვიცი ახლა ამ ადამიანებს ესე იგი ვერაფერს ვერ სწავლობენ, აი ელემენტარული რა ამაზე ლაპარაკიც კი, როცა ამაზე გაწყებინებენ ლაპარაკს, ეს იმდენად დიდი დანაშაულია ჩემთვის, როცა შენ ესე იგი იძულებული ხარ ამ თემაზე ისაუბრო, ხო? ეს არის აბსოლუტური მაგრამ როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება ბატონო სოციალურ ეხლა კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი რა, კიდე აი ვინც აყოლილები ხართ მან, ესე იგი დაუშვოთ ამ სიგიჟეს, სრულ სიგიჟეს, ხო? ჩართეთ ცოტა გონება რა. ჩართეთ ძალიან გთხოვთ გონება, იმიტომ ჩვენ თანამოქალაქეები ვართ, კაცო, მე კი არ მიხარია ამას რომ ლაპარაკობ. როგორ შეიძლება ხა ადამიანმა დაიჯეროს აი ეს რომ საქართველოში 1.200.000 ქართველი დავრჩით. ეს და ვის რო ამბობთ ამას რა შედეგია ამისგან, რომ რას ეუბნები გარშემო იმას რა ქვია. დაუშვათ, შენ არ აკეთებს სუბრელებს რომ რა ჩვენ აღარა ვართ? და მალე აღარ ვიქნებით? იცი რა, ჯერ ერთი 1.200.000-ზე რამდენი მეტიც ვიყოთ. ახლა რა ვთქვათ ჩვენ, რა ვთქვათ ახლა? როგორ ასე ვილაპარაკოთ, კაცო? ეს ხომ აბსურდია, ხომ? ახლა იმიტომ რომ გუშინაზე გადმომიგდეს და აი რა ხდებაო. აი, ну, ცოტა ჩართეთ რა face control-ი, ადამიანს პრობლემები აქვს რა. პრობლემები აქვს ადამიანს, კაცო, ვეღარ ჩერდება და ჩართეთ ცოტა ისა რა ქვია, დააკვირდით რა, მართლა. და ძალიან გთხოვთ კიდე ის რა ქვია ჩემი ახლობლებს მიმართავ იქ ვინც არის და ვინც იმათ მიმაჩნია რომ ცოტა ხანი კიდე იმას დავაკვირდები რა თუ არა და ის რა ქვია ძალიან დასტოვეთ ორგანიზებულად ჩემთან ურთიერთობა ეს როგორ შეიძლება არა რატო არ რეაგირებს ამაზე სპეციალური არაფერი არ ვიცი ეს ხო არის მიზანმიმართული კამპანია როცა საუბარია იმაზე რომ 1.200.000 ქართველი არის აი მით უმეტეს როცა ელემენტარულია მართლაც თქვენ დაგესესხებით თუ შეიძლება სტატისტიკაში რომ ჩავიხედოთ 2 მილიონზე მეტი მანქანაა დადი საქართველოში ჯერ ერთი ახლა მაგას როცა ამბობენ ჯერ ერთი მიგრაცია თანაბრად კი არა ყველა ჩვენ თანამოქალაქეს შეეხო კი ბატონო განურჩევლად ეროვნებისა და განსაკუთრებით შეეხო ეროვნულ უმცირესობებს ცნობისთვის ისე და აიღეთ მაშინაც ხო არ იყო ისა სტატისტიკას არ ენდობთ 1999 წლის ისინი აღწერის შედეგები და ნახეთ იქ რამდენი რა იყო ახლა 1914 წლის აღწერის შედეგები მე ნახეთ რა როგორი იყო საქართველოს ეთნიკური რელიგიური ბალანსი ხო და ცოტა და ისა რა ქვია ცოტა უნდა ვისწავლოთ ხო ჩვენ ის რომ манипуляტორებს არ უნდა გამოვაყენებინოთ თავი ახლა რისთვის არის ეს манипуляცია მე არ მესმის ახლა ხო საერთოდ ვერ ვგებულობ მაგრამ ჩემთვის ახლა როგორც ქართველისთვის კაცო იმას რო გეუბნებიან ამოუწყდით უკვე ეს უნდა გაგიხარდეთ თან წყვილს რო გეუბნებიან ეს რა უბედურება ეს არის ჩვეულებრივი უარყოფითი ემოციებზე მიჯაჭვულობა ადამიანების სამწუხაროდ და რო ეუბნები რომ ესე არ არის და კაცო ცოტა ლოგიკა ჩართე ესე არ შეიძლება იმიტომ რომ ამას ახლა რო ის მართლა დაიტეხ ხდისრისხვას იმიტომ რომ გინდა ეს იგი რამდენი სპეცსამსახურები მუშაობს ამ ქვეყანაში ეს იმიტომ რომ ახლა გუშინდელი ეს იყო იმიტომ გუშინდელი საბეჭდილებას გიზიარებთ კაცო მე მინდა რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამრავლდეს ამისთვის უნდა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას
მაგრამ ამავე დროს ესე იგი კატეგორიულად მეუღებელია ჩემთვის ალარმისტული განწყობების დანერგვა საზოგადოებაში. კატეგორიული ეს არის დამღუპელი, ეს მართლა იქითკენ წავა. მართლა გამოიწვევენ ამას, როგორც მაშინ ვიზახეთ, ვიქცევით, დავიქეთ, ზუსტად იგივეა ეს. შენ თვითონ სრულს გამოხატავ ესე იგი, რომ ესეთი შედეგი დადგეს. ბატონ სოსო, საერთოდ აი როცა ამ სტატისტიკას შეეხეთ, თქვენ მოკლედ თუ შეიძლება რომ გითხრათ, რატომ რას ნიშნავს ეს უნდობლობა ყველა დარწმუნებული ვარ რომ ბატონ დემური აუცილებლად გამოეხმაურება შესაძლოა. არ მინდა კაცო, რაც მაგის გამოხმაურება, არ მინდა, არაფერი არ მინდა, ვიღაცები იძახიან, მოიწვიეთ, სამდე მოიწვიეთ, ეგერ არის სტატისტიკის სამართლო და სადეთა ნახეთ ინფორმაციას, მოიწვიეთ არ არის კიდე. რა თქმა უნდა, არასოდეს ადამიანი, რომელიც ასე დეзинფორმაციას ავრცელებს მისთვის ეთერს და ძალიან თქო კიდე ერთ რაღაცას რას ნიშნავს ეს უნდობლობა უწყების მიმართ? მარტო სტატისტიკას არ ეხება ეს ბატონ სოსო. ყველა უწყების მიმართ არის უნდობლობა. ეს სპეციალურად განერგილია. სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ყველა უწყება, ანუ საქართველოში ყველა უწყების მიმართ არის უნდობლობა. ეხლა ეს ცალკე საკითხია, ცალკე პრობლემაა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე პრობლემაა ეს, მაგრამ ეს ერთის მხრივ ახლა სახელმწიფო უწყებები მოგეხსენებათ, ახლა საკაიზოლირებული არ არის და იქ ჩვეულებრივი ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ და ამის გარდა ძალიან უზარმაზარ უამრავი შეცდომები იქნა დაშვებული და არა მარტო შეცდომები, არამედ მიზანმიმართულად მუშაობდა ეს იდეოლოგიური ინფილტრაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებში, რომელიც იწვევდა ამ ნეოლიბერალურ სიგიჟეებს. რაც იყო ეს ვიცით. და ახლა რა ვქნათ ისა რა ქვია რას თავაზობენ რას აი მაგალითად ერთ-ერთი ის გამომეხმაურა და აიო ასე ვისა არჩევნები გაყალბდაო და ეს ადამიანი ნაცების წინა ნაცებმა ესე იგი იმდენი ურტყეს ციხეში და ძლივს ცოცხალი გადარჩა ესე იგი და გამოდის ახლა და არჩევნები გაყალბდაო და მე ვთხარი არჩევნები ვისასარგებლოდ გაყალბდა მეთქი შენ რა გინდოდა რომ ნაცებს გაემარჯვა და ამ 4 ევროს მე ვთხარი რომელიც ისა არაო მაგი არ მინდოდა აბა ვის გაუყალბეს მეთქი და გაჩუმდა აი აქავართ სამწუხაროდ. ეხლა დაუბრუნდეთ თემას რა. თემას რომ დაუბრუნდეთ ესეთი სიტუაციაა რომ შეხვედრის ჩასვლას და დაფინანსებას. ეს ეგრე გაგრძელდება. როდესაც ეძებენ, რატომ ეძებენ ამ დაფინანსების გზებს? ახლა ხო ვიცით, რევოლუცია უნდათ მოახდინონ და შევეხეთ ჩვენ უკვე კიდე ვისაფინანსებენ სამიზნე ჯგუფები კიდე ვინ არის და რას აკეთებენ? აკეთებენ კიდე ერთხელ ვიმეორებ. ერთის მხრივ ეთნიკურ-რელიგიურ შუღლის გამოწვევას, ურაპატრიოტული და სხვა ასეთი რომლის წინააღმდეგ სამწუხაროდ ვერ გამოვიმუშავოთ ჩვენ ერმა იმუნიტეტი, ვერ ვხვდებით ხოლმე ხშირად რომ ეს სინამდვილეში პატრიოტიზმი ძალიან ბევრი ნაძირალისთვის ბაობაბის ხესავით არის, ესე ყველა იქეფარება და მეორე განგაშის ალარმისტული, არარეალისტური ალარმისტული მოლოდინების შექმნას. აი ეს ორი მიმართულება განსაკუთრებით გააქტიურებული და ამისთვის იყენებენ ყველაფერს. ეხლა ამას ისე აღიქვამენ, თითქოს მე აქ რა ქვია, ვიღაცას ვიცავდე და რაღაც გაправება, ხო, გაправება. ეხლა ამ ორგანიზებული კამპანიაა ესეც, რომელიც ზუსტად ისეთივე პატერნებით არის შექმნილი, როგორც იყო კაკაცუკების, ესე იგი, ცნობილი ჯგუფური თავდასხმები, ხო? და ეს კარგად ვიცი და ვინც აკეთებს ამას, ისიც ვიცი და ერთი რამე რაც ისწავლეს ამ ცხოვრებაში, ისწავლეს პროფილების შექმნა. ყალბი პროფილების შექმნა. ეს ისწავლეს თითოს აქ 40 პროფილი და აუცილებლად ახლა რაღაცას რო ლაპარაკობ, იქ შემოვლენ და არაბიზაციაზე რა სიტყვით მოღალატეები სიმღერას დაწერეს. მართლა, არ ვიცი. კომედია, ტრაგიკომედია უბრალოდ სამწუხაროდ. ეს ახლა რას ვამბობ რომ იგივე ამ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, როდესაც მაგალითად ვილაპარაკოთ, იცით, ჯანსაღი დებატებიც არ არის, ჯანსაღი მსჯელობაც არ არის ამ ადამიანებს შორის, არის რომ დაჯდეს ადამიანი და რომ ისაუბრო, რომ მოიწვიო თუნდაც ხო, სასაუბრო და ჯანსაღად გამართო ამასთან დაკავშირებით. არა რუსულ კანონს არის, ტანით გრძნობა. დაახლოებით ეგრეა, კი ბატონო. თეადარჩიას და ფეტვიაშვილის ის არის ეს ესე იგი იგივე ტანით გრძნობა, ანუ განხილვა და ლოგიკა არის ისა რა ქვია, რუსული, მაშინ რუსული იყო და ახლა არაბულია. ახლა საერთოდ ღალატია. ხო გვახსოვს ამას წინ რა უძღოდა ბატონ სოსო, წალეკეს პაკისტანელებმა და ინდოელებმა, მთელი ზაფხული ეს იყო პროპაგანდა. ეგრე ჩაირთო რა პაკისტანელებმა და ინდოელებმა წალეკეს, აგერ გამოქვეყნდება, თუმცა სტატისტიკა თავისია, ახლა რაც ვილაპარაკე, ხო, რა პაკისტანელებმა და არაბებმა წალეკეს, აიღონ ნახონ სტატისტიკა არის თბილისში, კი ბატონო, ახლა რა არის ესა რა, საერთოდ
კერძოს განზოგადება და ზოგადის კერძოთვის. ხო, ზოგადი როცა დაუშვათ შენ ხედავ ერთ ადგილზე მაგალითად თბილისის ცენტრში 37,000 ინდუელი და სხვადასხვა ისინია მაგალითად ახლა ინდუელებიც არიან დაუშვათ სადღაც თუ არ ვხდები 25,000-ო ზუსტი ის არის ეთნიკური იმით ჩაშლა არის გუშინ ვისაუბრეთ მაგაზე ხო განსხვავებით დაუშვათ იმის კონკრეტული ციფრები მაინტერესებს იმიტომ სტატისტიკა ძალიან რთული ის არის რა ქვია სფეროა და ძალიან უჭირს და პრობლემა რაში იჭერენ ამ ადამიანებს რომ ახლა ეს სტატისტიკოსები გაიყენებენ რთულ ტერმინოლოგიას იმიტომ რომ დართულა ძალიან ისე ხდება რა ეგრე არ არის რომ და შარიკოვით და გადათვალო ხო ეგრე არ ხდება იქ გადასვლა გადმოსვლები ძალიან ბევრი ნიუანსებია ამ სტატისტიკაში ხო და ეს სტუდენტების რაოდენობა ხა დაუშვათ ის 25,000 ის რო არის და აქ რო არის სულ და თანაც ამ იმებზე დადიან რა ქვია ლოვოზე და იმაზე ხო თვალში ხდება ბუნებრივია ხო ის 37,000 კაცი ჯარი 37,000 კაცი იმას ყავდა აღამახმად ხანს და თელი თბილისი და აოხრა მთელი ქართლი ხარს ყავდა 35 ყავდა ხო და ბუნებრივია რომ ახლა ეს ხდება თვალში ხო ამის გარდა კიდე არიან და თქმა უნდა მიგრანტები არიან, მაგრამ ეს უნდა სახელმწიფომ დაარეგულოს. როცა სამსახურიც ხო მუშაობს. რა თქმა უნდა, მუშაობს, მაგრამ ახლა ჩვენ ახლა ეს ხალხი უნდა წაიყვანო დუბაიში. იქ საერთოდ რა ხდება, იცით? იქ მოქალაქეობას ვერ მიიღებ. ისე რომ საქართველოში ვერ მიიღებ მოქალაქეობას. დღეს ძალიან რთულია საქართველოში მოქალაქეობის მიღება. მაგრამ ძალიან ბევრი ინდუელი, ძალიან ბევრი მალაიზია, იქ რო ჩავედი, საერთოდ ხალხთა თავი. ქართველებსაც აქვთ უძრავი ქონება ნაყიდი და ძალიან ბევრი, ფათაშორის ტყუილი იმის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ჩვენ დიდარი ხალხი არ აქვს ქართველებს, ძალიან მცდარია, ძალიან ბევრი დიდარი ადამიანი. ძალიან ბევრია ქართველი მილიონერის, მულტიმილიონერის და ეს სხვა ცალკე საკითხია. კაცო, იქ დუბაიში არის ჩვენზე რა ვიცი ამდენჯერ მდიდრები არიან ისინი ხო და სხვათა შორის შობადობის პრობლემაა ერთ-ერთი იქ მწვავე და რატო იმიტომ რომ როცა ადამიანები დიდდებიან ეგეთი ტენდენციაა საერთოდ მე ნაკლებად ხდება გამრავლება ახლა ინდოეთი მრავლდება მაგალითად განსაკუთრებით ის little people რო არის 300 მილიონი კაცი ყავთ საერთოდ სახელი და გვარს ვერ გეტყვის ვინ არის და დინარის პირას ცხოვრობენ არც სახლი აქვს არც კარი და ისინი მრავლდებიან ყველაზე კარგად ხო და როცა იწევს ცხოვრების დონე რაღაცნაირად ისინი არ მრავლდებიან ესეა მით უმეტეს როდესაც ქალის და იმის ფემინიზმი ამ შემთხვევაში და ქალის გამოსვლა იმაში რა ქვია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხო იწევს მისი დროის ნაკლებობას ასე ვთქვათ ის კარიერაზე ფიქრობს უფრო ნაკლები დროც აქვს და შესაბამისად ბავშვის გაზრდა გაჩენა ეს მისთვის ესე ვთქვათ უფრო რთულია და არც უნდა აჩენენ ერთ ან ორ ბავშვს ხო რაც იმისთვის კვლავ წარმოებისთვის მოსახლეობის არ არის საკმარისი ხო ყველაზე რთული პრობლემები ამ შემთხვევაში აქვთ ესე იგი სომხებს ჩვენს რეგიონში ჩვენს რთული პრობლემები გვაქვს თუმცა სომხებზე უკეთესად ვართ და ესეთი სიტუაციაა წარმოიდგინეთ აზერბაიჯანში იგივე პრობლემებია აზერბაიჯანში ასევე თურქეთში თურქები არ მრავლდებიან უფრო ქურთები და ასე შემდეგ რა რუსეთში კატასტროფაა სრული ხო უკრაინაზე აღარაფერს არ ვლაპარაკობ და ასე შემდეგ ანუ ევროპაში საერთოდ ის არის კოლაფსი უკრაინას ვერ შევადებ იმიტომ რომ უკრაინაში საერთოდ ომია და ასე შემდეგ ხო აქედან გამომდინარე ეს ვითარებები ხო ჩვენ უნდა ობიექტურად შევაფასოთ ეს არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური იმების რა ქვია სპეკულაციების საგნად და ამავე დროს მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ ჩვენს დეპრესიულ რეგიონებში განსაკუთრებადობა გაიზარდოს და საერთოდ ვაწარმოოთ ტერიტორიული დემოგრაფია ეს დეტალურად გვაქვს განხილული მე და ბატონ თამას ჩვენს წიგნებში მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს ისე როგორც კეთდებოდა და არანაირი აქ ესე იგი ურაპატრიოტული და რაღაც სიგიჟური გამოხტომები არ არის საჭირო უნდა გააკეთოს ეს საქმე დაუშვათ ცივი გონებით და ცხელი გულით აი ესე აქედან გამომდინარე
აქედან გამომდინარე ეს ალარმიზმი, ეს რაღაც გამოხტომები, ხომ, არის დამღუპელი ჩვენთვის. დამღუპელი ჩვენთვის და აქ აправებაზე კი არ ლაპარაკი, არ არის პრაგმატიზმზე, რომელიც უნდა ბოლოს და ბოლოს უნდა დაინერგოს ჩვენში და აი ის რაღაც, აი ესეთი გამოხტომები საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის უნდა იყოს მიუღებელი და ასეც არის. მაგრამ აქ მეორე საკითხია. მეორე საკითხი რაში მდგომარეობს? იმაში, რომ ადამიანებს ეშინიათ ესეთი ჯგუფური თავდასხმების. ხომ გვახსოვს? ამას ქვია შეიმინგი, ანუ შერცხვენის ტექნოლოგია. როდესაც დაუშვათ ადამიანებს უნერგავენ იმას, რომ მათი მოსაზრება სამარცხვინოა და ამიტომ ისინი ჩუმად უნდა იყვნენ და ამისთვის მიმდინარეობს ვერბალური ომი, ანუ გინება, წევლა. თან ეს იმის რა ქვია, ესეთი singing bird, აი იმის გალობელი ჩიტის პრინციპი და ჩიტები რო გადაძახილს აკეთებს, ხო? აი ესე რა, ერთი იგინება 2, 3, 5, 6, 10 და ადამიანს უჩნდება განცდა რომ მარტო არის. და როგორც წესი ასეთი ადამიანები თავის ნაჭუჭში იკეტებიან და აღარ გამოხატავენ თავის აზრს. ამის შედეგად იქნება დუმარების სპირალი. და დუმარების სპირალის შემდეგ იქნება ილუზია რომ უმრავლესობას ხმაურიანი ესეც ხო კარგად არის ბატონო სუსუ. დამუშავებულია. ხმაურიანი უმცირესობა უმრავლესობა. აი ეს ილუზია იქნება. ამას ხედავთ ჩვენ დღეს, ხო? კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო, ზუსტად ასეა. ამიტომ მოგიწოდებთ ძვირფასო მაყურებლებო, რომ თქვენი აზრი, საღი აზრი, არგუმენტირებული, კორექტულად და ყოველთვის დააფიქსიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აი ეს ტალღები აი რამდენჯერ ხო გვივლიდნენ, ახლა კიდე გადაგვივლიან უარესი შედეგებით. ანუ გონება რომ გერთმევაო, ხო, მაშინ სასჯელი დგება, ხო? და სასჯელი უარ დადგეს, ამიტომ გონება უნდა ამუშავო. ეს ნეობრივი საკითხია, გაბედულების საკითხია და შიში კიდე ამის მიმართ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა. გონების ამუშავება დღეს რამ აუცილებელიც არის, მით უმეტეს, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ არის სამიზნე საქართველოს. როგორ ფიქრობთ, ბატონ სოსო, რა უნდა ქნას დღეს ხელისუფლებამ, რომელსაც ყველა გზას უკეტავს ესე ვთქვათ, ბრიუსელი ურთიერთობის და ცდილობს ცალმხრივი ურთიერთობები გქონდეს ამ რადიკალურ ოპოზიციასთან, ღიად ამბობს, რომ შენ მე ამიკრძალე და ფინანსება, მაგრამ ემას დავაფინანსებ, მე მაინც გავაკეთებ იმას, რაც მინდა. ცალკე ამბობს, ეგრე კუბილიუსის განცხადება მოვისმინეთ, ხომ? კი ბატონო, გაფართოება შედგება თუ კი საქართველოში შეიძლება პოლიტიკური რეალობა, პოლიტიკური ვითარება. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ხელისუფლება ასე წავიკითხე ყოველ შემთხვევაში მე განცხადება. რა გზები და რა ნაბიჯებით უნდა უპასუხოს ამ პროცესებს ხელისუფლებამ, რომელსაც შიგნით უკვე ჩვენ ვხედავთ რა პროცესები არის, ეს რაღაც ახალი თემები დაწყებული ქვეყანაში ხდება საშინელება, ეს რაღაცა ეკონომიკური პროექტი, რომელზეც არის დღეს თავი დაპირისპირების საგანი ეს ავრაბული ინვესტიცია, მიუხედავად განმარტებებისა, რომელზეც ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა სხვათა შორის გუშინაც ამის შესახებ, მაინც საზოგადოებაში არის ეს აზრი, არ არის ეს ასე. ანუ კიდევ უარესი ხდება რაღაცა და არის პრობლემები, არის საფრთხეები, არის რისკები. როგორ უყურებთ თქვენ ამას და რა უნდა დაუპირისპიროთ ამას, როგორც საგარეო, ისე საშინაო ველზე ბატონო. საერთოდ არ არსებობს ეკონომიკური პროექტი, რომელსაც რამე რისკი არ ქონდეს. საუდის პრინცი ჩავიდა სხვათა შორის იმაში, რა ქვია, ამერიკის შარტი ახდა, მოკლედ ბედნიერი ვარო ტრამპმა, რომ ასეთი ინვესტიცია შემოდის ამერიკულ ეკონომიკაში. $1 ტრილიონი, მაგრამ არა მარტო საუდის პრინცი, საერთოდ ტრამპი ტრაბახობდა, რომ 19 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა. არაბული ქვეყნებიდან. ხო, არა მარტო არა, სხვაგან, მაგრამ არაბული ქვეყნებიდან ძალიან ბევრი, ხო. ხო, ნუ ახლა გვეტყვია, რომ ამერიკის სახელმწიფო ძლიერია, ჩვენ არა ვართ ძლიერი, ჩვენ სხვა გეოგრაფია გვაქვს, მართალია ეს. კი ბატონო. მაგრამ აქ არის 6 მილიარდი ნახევარი და იქ არის 19 ტრილიონი. გავყოთ, გავამრავლოთ და მივიღებთ გარკვეულ პროპორციას, ხო? ხო, და ახლა ხო, გამოვიყენოთ ელემენტარული არითმეტიკული ისინი, რა ქვია, გათვლები. მაგის გარდა ახლა მოდი პირდაპირ თქვათ რა, ახლა ის პროპორციები, რომელიც არსებობს ახლა დაუშვათ, იგივე რამდენი ადამიანისთვის შენდება იქ და ეს რომ შევადაროთ რამდენი შენდება საქართველოში საერთოდ, ხო? აქ რამდენიმე საკითხი დგება და მოდი პირდაპირ თქვათ ამის შესახებ. პირველი. ესე იგი არის თუ არა ჩამოსახლების რისკი. ხომ? ანუ თავარი საფრთხეს რაში ხედავენ ამაში, რომ ჩამოსახლდებიან აქ
გაერთიანებული არაბთა ემირატებიდან ადამიანები ჩამოსახლდებიან. ხო, ამაზე ლაპარაკობენ. და დაირღვევა ეთნიკურ-რელიგიური ბალანსი. ესე იგი 9 თუ 15000 აპარტამენტი და ბინა და ისა შენდება, ხო? 9000, ხო? ანუ 9000 საფრთხე არის იმაში, რომ 9000 გაერთიანებული არაბთა ემირატებიდან ჩამოვლენ დიდრები, აქ დასახდებიან, გამრავლდებიან და შეგვიცვლიან ეთნიკურ-რელიგიურ ბალანსს. ხო ასეა? ამაზე ლაპარაკობენ. ახლა ანუ ის რომ აი ეს კომპანია აპირებს მუხანათურად ჩამოასახლოს აქ გაერთიანებული არაბთა ემირატებიდან შეიხები, ანუ დიდრები, შეიხები და მილიონერები და მულტიმილიონერები. ახლა რა შეიძლება ამაზე უპასუხოთ? ეს ისეთი რამეა, რომელზეც ვერაფერს ვერ უპასუხო. ასეთ ამაზე პასუხები აქვს სკიფურიშვილი. სკიფურიშვილი დიდი გეოპოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ხო არის, აი ეს ხო. აი სკიფურიშვილს აქვს ამაზე პასუხები, დიახ. პატივცემულ სკიფურიშვილს. ხო და მის მენელს. ანუ ეს რას ნიშნავს? ესე იგი 9000 გაერთიანებული არაბთა ემირატები კიდე ერთხელ ვიმეორებ, რაზე გვაქვს ლაპარაკი? 9000 კაცი უნდა ჩამოსახლდეს იმაში კრწანიშში, გაერთიანებული არაბთა გონიოში, გაერთიანებული არაბთა ემირატები, სადაც ანუ სადაც სიმდიდრე ჩვენთან შედარებით არის, ნუ რა ვიცი ხა, შედარებაც არ არის. რაღაც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ის არის, თუ არ ვწდები რამდენია ერთულ მოსახლეზე 100000 თუ რაღაცა, აი დავგუგლოთ და ვნახოთ, ხო? არ მომზადებულ არ მაქსიმუმ. აი და ეს უწერია სპეციალურად საქართველოს მთავრობამ, აი ეს პუნქტი შეიტანა და ამიტომ ასაიდუმლოებს. ხო არაფერი არ არის, ხო არაფერზე არ არის ლაპარაკი. ხო? ხელოვნური შიში შექმნა. არა, ხელოვნურს თავი გავანებოთ, კაცო, აი მოდელი 1,200,000 ქართველი დავჭით საქართველოში. ესე იგი, სულ დანარჩენები არიან უცხოტომელები, საერთოდ. ახლა რო გავალთ ქართველებს კი არ დავინახავთ, არამედ საქართველოს არამოქალაქე და მოქალაქე უცხოელებს. სხვათა შორის ერთ-ერთმა ქალბატონმა დაწერა ესეთი ძალიან უხეში ფორმით ახლა ამას არ გავიმეორებ, შენო ეტყობაო, არ დადიხარო მეტროთი, ტრანსპორტით, დადიხართ არ ვთქვი, დიახ, მეტროთი დავდივარ, ფეხით დავდივარ სხვათა შორის. დავდივარ, ერთმა რა მითხრა კიდევ ის თანაც ეს მოღვაწეობდა რომ. საერთოდ კაცო, სად არის ქართველები აღარ არიან. აი ეს სიგიჟე 1,200,000 არის, სულაც როგორ ხატო 1,200,000 ადამიანი დავჭით, დანარჩენები ესე იგი ჩვენ უმცირესობაში ვართ, საქართველოსზე ლაპარაკი. ამაზე დიდი რომ ესე იგი ჩამოდიან საქართველოს თავი მიზანმიმართულად ცდილობს რომ ჩამოასახლოს ესე იგი არაბები, მოახდინოს არაბიზაცია, რატომ? მოღონ რა ინტერესი? გაიყიდეს. განსაკუთრებით ბიზინა ივანიშვილი იყიდეს. ანუ მან გადაწყვიტა რომ სხვათა შორის ერთ-ერთმა რა დაწერა ბატონო სურათქვე, ძალიან საინტერესოა ეს თემაც რომ შემოვიტანოთ, აი თქვენ ბრძანეთ რომ გონება უნდა გახსნათ და გონებრივად უნდა იაზრონოს ადამიანმა. ბაჩიაშვილში გაცვალაო ბიძინა ივანიშვილმა ეს კაპიტალი, ანუ ბაჩიაშვილი უნდა ჩამოიყვანა არაბული ქვეყნებიდან საქართველოში და ისინი დათანხმდნენ რომ კი ბატონო მისი ექსტრადირება მოხდება, თუ კი ინვესტიციაზე დათანხმდებით ჩვენ ქვეყანაში და თუ კი არაბების დასახლებაზე იქნება თანხმობა და ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი კაპიტალი, აი ეს ბიტკოინები დააზღვია იმით, რომ აი ბაჩიაშვილი ჩამოიყვანა. ეს ვაშკარად ეგრეა, ამას ხო ეს ახლა ესეთი კინის ლოგიკა, ესეთი ეს ბიძინა ივანიშვილი, კაცო. ესე ფული არ ბატონო ბიძინა ძალიან გთხოვთ ჩვენთან ეთერში და გაგვიხსენეთ ამაზე გამარტე. არც ვიცნობ. ერთხელ მაგელი ჩამორწმებული. ესე იგი სპეციალურად მაგას აკეთებს. ესე რას ლაპარაკობენ და ყველა ესე შეითქმნენ. ბაჩიაშვილის რა წარუკითხენ ერთხელზე ლაპარაკი. და არა, მაგრამ საქმე ისე რომ 9000 კაციაზე ხო თემა. ახლა უყურეთ, კიდე 20 იყოს, მაგრამ 9000-ია ხო. ეხლა კითხვას ვავ. აი მე ვიყავი წელს სამპატიშა ქალბატონმა. იქ ქვია, ამერიკის მოქალაქეა და საქართველოს წარმომავლობით და იქ ნაყიდია ოაზისში, ჩავქში, საოცარი ისა. ნაყიდია აპარტამენტები და ნუ იქ ვიყავით რამდენიმე. ჩავედი სტუმრად.
და ნახე ეს ისა რა ქვია, არც ვიცოდი ასეთი საოცარი სივრცე თუ არა. ახლა იქ რო შენდება ახალი კორპუსი. კი, მაგრამ რა თუნდაც ეს 6 მილიარდი ნახევარი იყიდონი ჩააქში ორბი აშენებს უამრავ რაღაცას, ის აშენებს რა ქვია, არქი, ორბი რა ვიცი ეს ჩვენი სამშენებლო კომპანიები რაც არის და იქ რო იყიდონ და კლასტერულად ჩასახტას ის რა ქვია ეს გაერთიანებულ ემირატები, აი ჯუმეირადან და იმიდან ჩამოვიდნენ აბუ-დაბიდან და იქ რო იყიდონ. ესეთი კითხვაც მინდა დაუსვა ამ ადამიანებს. აქ რო იყიდონ, ეგ რა უნდა გააკეთონ მე აქ დაუშვათ. აი თუ დაუშვათ, ანუ რაზეა ლაპარაკი, რომ რაზეა ლაპარაკი, რომ მუდმივ ფინანსირებაზე უნდა იყოს ეს, ხო, იქიდან, იმიტომ რომ აქ ახლა ეკონომიკური მას აწარმოებენ დაუშვათ საქართველოში. ხო, ეს არის მსოფლიოს ფინანსური და ეკონომიკური და რა ვიცი, ტურიზმის და ყველანაირი ცენტრი, საწარმოო მათ შორის ცენტრი. ხო და აქ რა უნდა გააკეთონ, აი ისმის კითხვა, ხო? დაუშვათ. ეს კითხვები არ აღეძვრება ვინმე ამათმა, აი ანდა დაუშვათ როგორ წარმოუდგენიათ ეს ჩამოსახლება თქვენი აზრით, ეს ანუ თუ არ დაუშვებ იმას, რომ აქ სპეციალ შეთქმულებაა ჩვენ წინააღმდეგ, ხო? რომ ნაყიდი ყავს იმას, რა გვარია, მაგტუმს, ალმაგტუმს, ესე იგი ბიძინა ივანიშვილი, ხო? ბაჩიაშვილში ყავს. ბაჩიაშვილში გაცვალა იქა, ხო? ნუ სხვანაირად როგორ უნდა წარმოიდგინო, შეთქმულება არის ჩვენ წინააღმდეგ, ესე იგი, საქართველოს წინააღმდეგ და ისედაც ხო ცოტა და ამას ემსახურება, რომ ისედაც 1,200,000 ვართ და საერთოდ არ ჩდებით, საქართველოს ბავშვი ქართველი აღარ ჩდება, თუმცა ახლა რა ვიცი, ახლა მე ნათლობა და ის დავდივართ. და იქ რა ვიცი, ქართველები არიან. ცოტა დაკლებულია, მაგრამ უნდა მოიმატოს ეს არის. ეს სხვათა შორის დაფინანსებულია იმ ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ ეს შობადობა მიკლა, ოჯახების დანგრევა პირდაპირ კავშირშია. რა თქმა უნდა, გუშინ გქონდა ჩვენ ამ თემაზე საუბარი. ხო და აქედან გამომდინარე, ეს უბრალოდ ძალიან გთხოვთ რა, ახლა ეს ისედაც ახლა დაუშვათ გავარჩიოთ საკითხი ასეთ დონეზე, რომ ეს რამე აი როგორ თქვა მაგალითად რამე პრობლემას ხო არ შეუქმნის ჩვენ დეველოპერებს სიტყვაზე ვამბობ ხო პრობლემა ხო არ იქნება ის რომ დაუშვათ მაგრამ ამ დონეზე ბინადრობის ნებართვა უნდა გავამკაცროთ ბინადრობის ნებართვის გაცემა მაგრამ არა ისე რომ არავინ აღარ შემოვიდეს აქ სამუშაოდ ხო ან რაღაც ესეთი ეს რა თქმა უნდა კონტროლი უნდა გამკაცდეს მაგრამ იმის მოთხოვნა რომ ხა სტერილურად აქ ჩვენ ის გამოვაცხადოთ საერთოდ საზღვრები ჩავკეტოთ სიწმინდის თეორია მიუყვეთ და გამოვაცხადოთ რომ ახლა საქართველოს არ სტერილურად საერთოდ კეტავთ ჩვენ ქვეყანას და ანუ ერთი ფლანგი რას იძახის რომ რუსეთი რა თქვია რუსები შემოვიდნენ ხან საჭმელში პიცაზე უფურთხებდნენ ხან ხაჭაპურში ხო გვახსოვს ეს და იცით და მაგჭუაზე არის მეორე ნაწილი იძახის რომ საერთოდ ეს აბსოლუტურად მიუღებელია მთელი ყველა აბსოლუტურად გარშემო ხო იმიტომ რომ ნუ გასაგებია რატომაც აღარ გავაგზელებ მთელი ეს ჩვენი 700 მილიონიანი გარემოც და იმის მაგალითად იმას ვამბობთ სახელმწიფო როგორ უნდა მოეწყოს რომ თავი დაიცვას იმიტომ რომ ეს მართლა სერიოზული პრობლემაა პატარა ქვეყნებისთვის თავის დაცვა და ხისტი ქმედებები პირიქით გამოიწვევს უარეს ხისტი ქმედებების განხორციელებას იმათგან ვისაც მეტი ინსტრუმენტები აქვს, ხო? ახლა ეს რასაც ესენი მოითხოვენ, ეს იგივეა რომ მიხვიდე იმასთან, რა ქვია, 100 ავტომატიან ადამიანთან დანით შეიარაღებული და მიეტანო დასაჭრელად. როგორც რუსეთის ის რა ქვია, რუსეთის მიმართ რომ არის აგრესიული რიტორიკა და ელემენტარულად ის არ ესმით რომ დაუშვათ ჩვენ ეროვნულ ინტერესებში არ არის რუსეთის გაღიზიანება, იმიტომ მას მეტი ინსტრუმენტები აქვს ჩვენ წინააღმდეგ, ვიდრე ჩვენ გვაქვს მის წინააღმდეგ ელემენტარულად 1000 ჯერ. და შენ პატრიოტი ხარ, მაშინ როცა დაუშვათ დასაღუპად იმაშვები იმ სახელმწიფოს, რომლის შეიარაღებული ძალები ეგერ კი ვხედავთ, ხო, დაუშვათ მათ პოტენციალს და აგერ გვიდგანა თბილისში. თათვალე თბილისში არიან რა, აგერ არიან. 20 წუთში თბილისში. და ზუგდიდში, დიახ.
20 წუთში დაჭირდება. კი ბატონო, აი ბატონო სოსო ძალიან სწორად შეეხეთ ახლა ამ საკითხს. ამ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, რომელიც ასევე შეფასდა რუსეთის გადაწყვეტილებით, ანუ ეს იყო რუსული მოთხოვნა, რომელიც მიიღო, რომელზეც დაიწყო საქართველოს პარლამენტმა მსჯელობა. ეს არის დროებითი ადმინისტრაცია, რომელიც შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის დროს, მე გულისხმობ დავით სანაკოევის ხელმძღვანელობით, ტერმინი საერთოდ სამხრეთ ოსეთი უქმდება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, მე ვფიქრობ, ჩვენ ამაზე ვდავართ. ამდენი ხანი რატო არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული საინტერესო? ამაზე არის მუდმივი დავარო, რატომ არის ეს ტერმინი გამოყენებული და რა საჭიროა საერთოდ რას ნიშნავს ეს ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც შეიქმნა და რატომ შეიქმნა, ამის ისტორიები ვიცით, მე შემდეგ ყველა აღმოჩნდა FSB-ს, ესე ვთქვათ, დაქირავებული აგენტი, აკოიტი ფანდარასტის სახელით, ხო გვახსოვს. ესეც კი, აი, ამაზეც კი მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ეს იყო რუსული მოთხოვნა. როგორ ფიქრობთ, ბატონო სოსო, რატომ შექმნა, რატომ მიიღო ხელისუფლება ამის გადაწყვეტილება, რამდენად სწორია ეს და ეს ნიშნავს თუ არა ერთგვარად იმას, რომ ჩვენ რაღაც ნაწილში მიუხედავად აქში დაპირისპირებებისა, ჩვენ მაინც დიპლომატიურ დონეზე სხვა მიმართულებას ვირჩევთ, ისე მშვიდობის პოლიტიკას და ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ რაღაც კონფლიქტების დარეგულირების კუთხით ვცდილობთ მოვარგოთ ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონმდებლობა რეალობას. პირველი რაც მინდა ვთქვა, რუსეთის კიდე ერთხელ ვიმეორებ. რუსეთის საკითხი, ესე იგი, პარანოიდალურია და ლოგიკას არ ექვემდებარება საერთოდ. ნამდვილად ჩვენს საზოგადოებაში ნაწილში ეს ნამდვილად არის რაღაც საოცარი და ეს პარანოია შეკვეთილია დაუშვათ იგივე ევროკავშირში იგივე პარანოიაა და ძალიან გულით არ მინდა რომ ეს არ გადაიზარდოს. ისე ყველა პრორუსები არიან ეს ადამიანები და ცდილობენ ამ ანტირუსული კამპანიის არა, მათ შორის არის ამ ბუნებრივი პროცესი, ამ პარანოიდალურ ანტირუსულ პირუტყულ რუსოფობიაში. რა თქმა უნდა, არის რაციონალური, რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს ამ პარანოიაში თავისი, ესე იგი, უფრო ეს ჩანერგოს თავისი აგენტურა. ბუნებრივია, ხო? და ირკვევა მე პარადოქსი რომ დაუშვათ უეცრად ყველაზე დიდად ესე იგი ანტირუსულად ანუ რუსოფობიის დამნელგავები ვითომ ირკვევა რომ ზოგი რუსულ ფილმებში თამაშობს, ზოგი რუსულ რუბლებს იღებს, ზოგს კიდე საერთოდ რუსებზე აქვს ბინა მიქირავებული და ზოგადად ესე იგი პირდაპირ ის არის FSB-ს ისა რა ქვია товарищ, младший лейтенант. Თინათინ ხიდაშელი, მაპატეთ, თინათინ ბოკუჩავაზე, სხვათა შორის ძალიან აქტიურად საუბრობს ზღვისპირა ქალაქში ყველა რომ სახლი, რომელიც მას გააჩნია ზღვისპირა ქალაქში, მიქირავებული არის რუსეთში. კი ბატონო, ხო და ეხლა ეს ერთი და მეორე ეხლა ჩვენ რუსეთთან როცა ვლაპარაკობთ ეხლა რუსულ თემაზე, ხო? ჩვენ გვაქვს რუსეთთან ძალიან მძიმე პრობლემები და სამწუხაროდ რუსული ეს ელიტა საერთოდ ძალიან ნაკლებად არის განწყობილი რომ საქართველოს ინტერესები ასე ვთქვათ და გაითვალისწინოს. თქვათ ესეც ხო? იგივე აფხაზეთში აპარტეიდია მაგალითად და სუფთა წმინდა წყლის აპარტეიდია. ხო მე ხომ ვიცით რუსეთი დაუშვათ არასდროს არ აძლევს ხმას ქართული ტოლვილების დაბრუნებას აფხაზეთში. ესეც ხომ ვიცით. მაგრამ ახლა ამის გამო რომ ჩვენ ახლა ხმალი ვიშიშვლოთ კლავ ეს უბრალოდ ის არის სიგიჟე აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა სტრატეგიული მოთმინება გქონდეს ჩვენი პოზიცია დავიცვათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაღიაროთ და არ წავიდეთ არანაირი ამ შემთხვევაში იგივე კონფედერაციის და ასეთი გზით რომელიც ფაქტურად საქართველოს დაშლას გამოიწვევს არამედ რაღაც გზები ვეძებოთ და ასევე გვაქვს ჩვენ ჯერ კიდევ შერჩენილი გარკვეული ინსტრუმენტები რომელიც დაუშვათ შესაძლებლობას გახდის საქართველოსთვის შედარებით ღირსეული გამოსავლის პოვნას ისე რომ დაუშვათ გარკვეულ ელიტებში აფხაზეთი იქნება თუ ცხინვალი ეს მის მიმღებლობა გაჩნდეს ეს თუ რუსეთის კეთილნება იქნება რა თქმა უნდა რომელიც ძალიან საეჭვოა მაგრამ არის გეოპოლიტიკური რეალიები რომელიც ჩვენ უნდა გქონდეს გამახვილებული და უნდა ვიყოთ რაღაც გარკვეულ კონსენსუსებიც უნდა იყოს საზოგადოებაში რომ არ იყოს მე ისე რომ ჩაგვიშალონ და უშოთ რაღაცა როგორც ბევრჯერ მოხდა სხვათა შორის აი აფხაზეთის და საქართველოს ესე აფხაზეთის კონფლიქტი უბრალოდ მე არ განვიხილავ აფხაზეთს ცალკე ხო
ეს იმის ნათელი დადასტურება, როგორ მუშაობდა აგენტურა იმისთვის, რომ ეს შენარჩუნებულიყო ჩვენთვის ყველაზე უარეს ვარიანტში და კიდევ უფრო გამწვავებულიყო. აი, ეს ნათელი მაგალითი, უამრავი ასეთ მაგალითის მოყვანა შემიძლია, როგორ შლიდნენ ყველაფერს. და ესე უცბად რაღაცა მოგვარებისკენ უწავიდო და ჩაერთვებოდა ეს უხილავი ხელი, რომელიც ყველაფერს შლიდა. ახლაც იგივე პროცესია. ახლაც იგივე პროცესია, რა თქმა უნდა და თქვა უნდა ვისწავლოთ. იგივეა ცხინვალთან მიმართებაში. და რაც შეეხება ეს ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობის, ესე იგი გამოსვლებს, ესე იგი რას ამბობენ ესენი? ამბობენ იმას, რომ ცხინვალის რეგიონი, ანუ ფაქტურად ესენი იმ ჭკუაზე არიან ისევე, რომ სამხრეთ ოსეთი რო აღადგინა მიშამ, ეს სწორი იყო. ანუ იმას ამბობენ 2008 წლის თელი ეს ეპოპეა. ხო, რა თქმა უნდა, ეს ვისი შეკვეთაც იყო, ხო გასაგებია. ამიტომაც არიან ესენი აგენტურა, რომელიც უნდა გაუქმდეს და არა მარტო იმ დონეზე უნდა გაუქმდეს, რომ პარტია აღარ იყოს, არამედ ის პერსონები ახლა რო აღადებენ აი ამას ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას რო ავრცელებენ და რატო უვრცელებენ კიდე ეს კიდე ცალკე საკითხია მიმართავ ზოგიერთ ჩვენ მაუწყებელს, ხო, საზოგადოებრივ მაუწყებელს. რატო ავრცელებინებენ ამ უატყუფ ნარატივს, არ მესმის. რას ამბობენ, რომ ეს კონსტიტუციაში რაც გვიწერია ჩვენ, რომ არ არსებობს ეს სამხრეთ ოსეთის რეგიონი, ხო? სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ესენი გვეუბნებიან, რომ არსებობს. იმიტომ რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ეს არის რუსეთის შეკვეთა. რუსეთის შეკვეთა როგორ იქნება, როცა ეს ზუსტად რუსეთს არ აწყობს, რუსეთის პირიქით რუსეთს ხო, რუსეთს აწყობს ეს ტერმინი რო გქონდეს, ხო? აი ეს ელემენტარული რაღაცეებია და აქედან გამომდინარე, ნუ ეს სერიოზული ლაპარაკი ამაზე ძნელია. ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ერთ-ერთმა სხვათა შორის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერმა და აქტიურმა ბლოგერმა დაწერა ასეთი რამ, რომ მაშინ ამ ლოგიკით უნდა გავაუქმოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. საერთოდ რაშუაშია, როგორ კავშირშია, ვერანაირი კავშირი ვერ დავუნა. მაშინ ამ ლოგიკით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც უნდა გააუქმო, ხო? ცოტა გონება ჩართონ რა. ესე არ შეიძლება. ახლა ზოგიერთებს მართლა გონია, რომ რასაც თვითონ აზრი რომ მოუფრინდება ობლად თავში, ეს არის ჭეშმარიტება და იმას სჭირდება გადამოწმება, გადაყარა და სანამ გამოიტანს საზოგადოებრივ ასპარეზზე, ხო? და ეს უბრალოდ ახლა მართლა სიწყვილია უბრალოდ რა მართლა ვთქვათ რა, ეს ასეთი ტიპის მსჯელობები რა. და კიდე ერთხელ ვამბობ, რუსეთთან რა თქმა უნდა ჩვენ არავითარ შემთხვევაში გამწვავებაზე არ უნდა წავიდეთ, ეს დამღუპველია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის მიმართ ეს ჩადგე იმის პოზიციაში, რა ქვია. ხო. ეს იეს დავარის პოლკოვნიკი ეგრე არ შეიძლება რა, იმიტომ ბევრი ყავს ესეთი სამწუხაროდ, ვისაც მიაჩნია რომ ახლა რუსეთში ისინი დაფრინავენ იქ, რა ქვია, ანგელოზები და ჩვენზე ფიქრობენ და ჩვენ ავართ სულ არ ფიქრობენ ჩვენ. რა თქმა უნდა, არ ფიქრობენ და რუსეთთან არის ძალიან სერიოზული ლობირებაც საჭირო, მთელი ინსტრუმენტებია ჩასართავი და მუშაობაა საჭირო. და არა ესეთი გიჟური რაღაც გამოხტომები რა, მუშაობა. ის რაც ჩვენთან ხდება, ეს ქუჩის დაპირისპირება, ეს შიდა დაპირისპირება, ეს პოლიტიკური დაპირისპირება და იგივე ყველა პროექტის მიმართ, ყველა ახალი ნაბიჯის მიმართ ეს ანტი რაღაცა კამპანიების დაწყება, ეს ერთნაირად დაწყობს როგორც დასავლეთ, ისე რუსეთს. რუსეთში კაცო იმდენად ძიმე პრობლემებია, ისეთი ლიბერალური ძალები და ისეთი ვისაც გონია ახლა ეს რაღაც იქით აქვს ჩვენი იმედი სხვათა შორის იქ რუსულ პატრიოტულ ძალებს რომ თქვენო ბოლო ქვახართო ვინც გადარჩეს ესეთ რაღაცებსაც ამბობენ რომ იქ ის იმდენად ის არის რა ქვია ლიბერალური ინფილტრაცია და ისეთი სიტუაცია ბევრ შემთხვევაში რომ გაგიკვირდებათ ახლა ზოგიერთებს ისე რომ ჩადიან უკვირთხუმე მე აქ ზოგიერთი ბლოგერი რომ საერთოდ არავის არ დალაპარაკებია და საერთოდ არაფერი არ არის თავის კონსტრუქციებშია მარტო ესე იგი ხო და იმას რა ქვია ბეჭდავს, ხო? განუწყვეტლივ ამ თავის კონსტრუქციებს. საერთოდ არ იცის რეალურად რა ხდება, რეალურად როგორი განწყობებია, რეალურად არ შეხვედრია პოლიტიკასთან ახლო მდგომ ადამიანებს და ასევე დაუშვათ გონია რომ იქ ესე გადაწყვეტილებები მიიღება რაღაც დონეზე ამხელა იმპერიაში, ხო? იქ სულ სხვა ისინია, სულ სხვა გათვლებია საერთოდ ჩვენთან მიმართებაში მათ შორის. კი ბატონო. და საერთოდ არ არის გათვლები ზნეობრივი. კი და საქართველოსთვის სასარგებლოდ სხვათა შორის და ერთიანი პოზიცია არ არის. შენ უნდა მიაღწიო რომ შენ სასარგებლოდ უნდა იყოს რაღაცნაირად და ამის ყველაფერი უნდა გამოიყენო. შენ უნდა მიაღწიო და არა ისე რომ მე გაბუტული ვარ ახლა იცი რა აღარ გელაპარაკებით. როგორც იყო აქამდე, ხო? კი ბატონო. და ახლაც გქონდა რეციდივი ეგეთი. თუ მიდიხარ
იქ სალაპარაკოთ, ჟენევა იქნება თუ სადღაც. ჩაიშალო სხვათა ხო, რომ მიდიხარ იქა, რომ ვედიოგი ვის ფულს ხარჯავ ჯერ ერთი, რას ხარჯავ, მაშინ შეწყვიტე. იმისთვის მიდიხარ, რომ კარები გამოიჯახუნო? ნუ ეს საერთოდ ჟენევის ფორმატი რატომ არსებობს? ხო და რატო არსებობს, მაშინ უარსებობს თუ ყველა დადიხარ, კაცო. ყველა დადიან აქ სხვათა ხო, იქ ახლა ჟენევა კაი ქალაქია, ტბა, რაღაცა, ვიცი, დიპლომატია, კაი დროის ატარება შეიძლება იქა, მაგრამ ეს ხო ჩვენ ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს და კიდე ურთიერთობის გამწვავების ხარჯზე. საერთოდ ეს ფორმატი არ არის, ეს არის ფორმატი ფორმატისთვის. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ სოსო დღევანდელი ეთერისთვის, საინტერესო საუბრისთვის, სხვათა შორის კახი. ერთსაც ვიტყვი რა, ბოდიშით. ახლა ის რა ქვია, ჯგუფები დავალება რო გაქვთ, რომ შევარდეთ და არაბული ინვესტიცია რაღაც იგიჟეებს რო წერთ, დაუყოვნებლივ იქნებით დაბლოკილნი. და ვინც გავალებთ მაგას, ხო? იმას უთხარით, რომ დაგბლოკეს. უღირსი ქცევისთვის. ასევე ვინც იგინება, ილანძღება, მათ სასარგებლო იწყევლება და ასე შემდეგ. მათ კიდე ერთხელ გავიმეორებ. არისო, ხო გაგიგია. მათ იმასე ვიტყვი რომ მაგინებელი კაცი არ არის. აი კიდე ერთხელ მაგინებელი კაცი მით უმეტეს სოციალურ ქსელებში. თან კაცი რო იწყევლება და მაწყევარი ის არც კაცია, არც ადამიანია, ზოგადად ის და საერთოდ უარყოფით ემოციებს რო გამოხატავს ადამიანი საჯაროდ და ასე შემდეგ, მას რო უყურებს ადამიანი და მას რო ეთანხმება, ის თანამონაწილეა ამ ვაქხანალის. აი ეს მინდოდა მეთქვა და რაღაცას ამბობდის ქალბატონი. მე ყველაზე რთული ის არის, როდესაც კაცი იწყევლება, რომ ვუყურებ ხოლმე სოციალურ ქსელში კომენტარებს, რომ მკითხულობ, რომ კაცები რომ იწყევლებიან, უბრალოდ გაოგნებული ვარ ამ ყველაფრით. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ბატონ სოსო დღევანდელი ეთერისთვის და საინტერესო საუბრისთვის. იგივე ხაზარაძესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა კახი კალაძემ, როგორ შეიძლება გერქვას პოლიტიკოსი და იკადრო ამ ტიპის სიცრუე რა კამპანიასაც აწარმოებს ლელო იგივე არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით და ლელო და საერთოდ ეს კოალიციური რადიკალური ოპოზიცია. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო პოლიტიკის დოქტორი და პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე.